ეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა კიდევ 90-მა ჯარისკაცმა მიიღო. 10 მათგანს ახალი ბინის გასაღები უშუალოდ თავდაცვის მინისტრმა გადასცა. ლევანი ზორიამ ახალ მობინადრეებს ბინის მიღება მიულოცა. ფართები კენჭისყრის პრინციპით გადანაწილდა. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს 90 ოჯახს გადავეცით ბინების საკუთრებაში. თქვენ იცით რომ ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო. დღეს უკვე შეიძლება ითქვას რომ 2055 საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურისგან უმრავლესობას გადავეცით ბინები საკუთრებაში. ბუნებრივია ეს პროცესი გაგრძელდება. და დღევანდელი დღე მიულოცა ყველა ვინც დღეს ბინა მიიღეს, ვინც დღეს ბინა მიიღეს, უსურო წარმატებები როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურეობრივად. ნამდვილად დაგვიფასდა ის შრომა და ის სვლილი, რაც ჩვენ ჩავდოთ შეერაღებულ ძალებში.